მიიწურა უკვე თითქმის 5 კვირა დიდი მარხვის დაწყებიდან და მეხუთე კვირას ყოველთვის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას ღირსი დედის მარიამ მეგვიპტელის, რომლის ცხოვრებაც მართლაც საოცარი არის, რადგან მასში მოხდა საოცარი ფერის ცვალება და სახეცვლილება ამ პიროვნებისა, რადგან კიდურესი დაცემულობიდან, უზნეობიდან და ჭაობში ყოფნიდან იგი უდიდეს სიმაღლემდე, უდიდეს სათნოებამდე და სიწმინდემდე ამაღლდა. ამიტომ ხვალ სწორედ აღენიშნება მისი ხსენების დღე, ნიშნად იმისა, რომ წმინდა ეკლესია მიგვანიშნოს, რომ ადამიანი სულიერად რაოდენ შებღალულ და დაცემულ მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, თუ კი იგი შეუდგება ღვთის მცნებებს, თუ კი იგი შეუდგება ღვთისგან მინიშნებულ გზას, აუცილებლად მოახერხებს და ღვთის მადლით დიდ სიწმინდეს, უბიწოებას და ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ამ ქვეყანაზეც და ცათა სასუფეველშიც. და აი ღირსი მარიამის მაგალითი ჩვენთვის სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს. მე მის ცხოვრებას დღეს დაწვრილებით აღარ შევეხები, მასზე ხვალ ვისაუბრებთ. დღეს მინდა რომ შევეხოთ ისევ რწმენის საკითხს, რადგან ეს არის ყველაზე რთული საკითხი ალბათ, რაც ჩვენ გვაწუხებს, რადგან ხშირად ადამიანები გვეკითხებიან ჩვენ სად არის ღმერთი და არის თუ არა ღმერთი და ჩვენ არა გვაქვს ხოლმე პასუხი. არ გვაქვს პასუხი, რადგან ზოგჯერ ჩვენც არა გვყავს ნაპოვნი ღმერთი და შესაბამისად რა შეიძლება უპასუხოთ ასეთ ადამიანებს. ამიტომ ზოგჯერ ჩვენშიც არის ხოლმე ორგვარი აზრი. ნეტ ამ ყველაფერს რასაც ვაკეთებ, ეკლესიაში რომ დავდივარ, ღვთის მცნებებს რომ ვიცავ, რომ ვცდილობ რომ გარკვეული შრომა და ღვაწლი გავწიო სიწმინდის მოპოვების კუთხით, ნეტ ამ ყველაფერს ტყუილა ხომ არა ვაკეთებ, არსებობს კი ღმერთი? და ეს თქვენ იცით რომ ზოგჯერ დგება ხოლმე მორწმუნე ადამიანების ცხოვრებაშიც ასეთი პერიოდი, თუმცა ვინც უკვე ჩამოყალიბდა, ვინც უკვე სულიერად გაიზარდა, ასეთი საკითხები მას წესითა და რიგით აღარ უნდა აწუხებდეს. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, სულიერების საწყის ეტაპზე და იმ შემთხვევაშიც თუ ადამიანი სწორედ არ ვითარდება, სწორედ ვერ გაიგო ღვთის მცნებათა და ქრისტეს მოწოდებათა მნიშვნელობა, შესაძლოა რომ აი ასე გაცივდეს მისი გული, რომ მან ღმერთის არსებობაშიც კი დიდი ეჭვი შეიტანოს. და აი დღეს ვისაუბროთ სწორედ აი ამ ყველაზე მთავარ საკითხზე, რის გარეშეც არაფერი არ იქნება, რადგან წმენა თუ მკვდარი არის, მაშინ ყოველ ჩვენს მიერ აღსრულებულ საქმეს ყოველგვარი მნიშვნელობა ეკარგება. რადგან იცით თქვენ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ მარტო საქმეებიო წმენის გარეშე აღსრულებულიო, რაც არ უნდა სიკეთით იყოს ეს საქმეები მოცული, ვერანაირ სარგებელს ვერ მოგვიტანს და ვერც ღმერთთან მისვლის საშუალებას ვერ მოგცემს. აი ახლა არის სწორედ ქრისტეს აღდგომის წინა პერიოდი, იმ მოვლენისა, რომელსაც ჩვენ ყველაზე დიდ დღესასწაულად მოვიაზრებთ, რამე თუ ქრისტეს აღდგომით მოგვენიჭა კაცობრიობას ყველაზე დიდი წყალობა. ეს არის ცოდვის, ეშმაკის და სიკვდილის დამარცხება და მასზე ხელმწიფებას, მასზე გამარჯვებას ვსეიმობთ ჩვენ დღეს. მაგრამ არათუ ხშირად აღდგომის მოვლენა გვაქვს ბოლომდე გათავისებული, არამედ ისიც კი არ ვიცით ჩვენ ზუსტად, არსებობდა კი ნამდვილად ქრისტე. შეიძლება ეს შეკითხვაც გაგვიჩნდეს ჩვენ. და აი ამის დამადასტურებელი მრავალი ფაქტორი შეიძლება მოვიყვანოთ ჩვენ დღეს, მაგრამ რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, მაინც ეს იქნება გონების ნააზრევი, ლოგიკური მსჯელობის შედეგი და მაინც არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ
ვთქვათ, ურწმუნო დავარწმუნოთ ქრისტეს არსებობაში. მაგრამ მაინც გარკვეულწილად შევეხოთ აი ამ უტყუარ წყაროებს, რომელიც ამოწმებს ქრისტეს ნამდვილად არსებობას, როგორც მოვლენის ადამიანზე კაცობრივი ბუნებით. პირველი, რა თქმა უნდა, რასაც უნდა ვეძებდეთ, ეს არის თავად ისტორიული წყაროები და მონაცემები, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველაზე უტყუარი დამადასტურებელი იქნება და ასეთი უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი არსებობს. მე გავიხსენებ ყველაზე ცნობილი ისტორიკოსის იმ პერიოდისთვის, პირველი საუკუნისთვის, არაქრისტიანი ისტორიკოსის იოსებ ფლავიოსის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ ებრაელ ხალხშიო მოევლინაო ადამიანიო, თუ კი მას შეიძლება ადამიანი უწოდოთ, რადგან იმდენი სასწაული აღასრულა მანო, რომ ძნელია, რომ მას ადამიანი ეწოდოს. ვიმეორებ, რომ ეს პიროვნება, ვინც აღწერს ამ მოვლენას, არის არაქრისტიანი, მას არ აქვს საერთოდ ქრისტესადმი რწმენა. და შემდგომო იგი ჯვარს აწვესო და მესამე დღესო გამოეცხადა ჯვარცმის შემდგომ, ანუ სიკვდილის შემდგომ გამოეცხადა თავის მოწაფეებს. აი ასეთი უტყუარი წყაროც კი არსებობს, როგორც ხედავთ, ქრისტეს არა მარტო არსებობის შესახებ, არამედ მისი აღდგომის შესახებაც, რადგან მესამე დღესო გამოეცხადა მოწაფეებს. და როგორც აღვნიშნეთ, გარდა ამ ისტორიკოსისა, გვაქვს ჩვენ კიდევ სხვა წყაროები, რომელშიც დასტურდება ქრისტეს არსებობა. და ვიმეორებ, არა მარტო ქრისტიანი მოწმეები არიან და ქრისტიანული ავტორების მიერ ჩანაწერი წყაროები გვაქვს ჩვენ, არამედ არაქრისტიანისა და ებრაელებისაც კი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, თვითონ წმინდა წერილიც კარგად ამოწმებს ქრისტეს აღდგომას და ყველაზე მეტად ამას მათ დაუნებურად ანხორციელებენ ებრაელები, როდესაც ისინი მოითხოვენ, რომ ქრისტეს აკლდამაო უნდა დავიცვათო, რადგან მას ნათქვამი ჰქონდაო, რომ მესამე დღეს აღდგებით და გამოგეცხადებითო. და ეს რომ არ მოხდესო, რო არ მოიპარონო მისმა მოწაფეებმაო მისი გვამიო, ნება მოგვეცითო, რომ დაცვა დავაყენოთ მის აკლდამასთან. და თქვენ იცით, რომ დააყენებენ ისინი დაცვას და სწორედ ამით თვითონ ხდებიან მოწმეები ქრისტეს აღდგომისა, რადგან მოხდება საოცრება, ქრისტე აღსდგება და შემდგომ უკვე მოისყიდიან ამ ცოლებს და ფულს მისცემენ და ეტყვიან, რომ ესე იგიო, ვითომ ეს მოიპარესო მისი გვამიო და აი ასეთი ინფორმაცია გააერთიანოთ, სხვა გზა რო აღარ გქონდათ. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, აი ამ ისტორიული წყაროების გარდა გვაქვს კიდევ ჩვენ თვითონ პავლე მოციქულის სწავლება, რომელიც აღდგომის შესახებ ბუნებაში არსებული მოვლენებით ამოწმებს და გვეუბნება, რომ იქნებაო მკვდართა აღდგომაო, ყოველი ადამიანი აღდგება მკვდრეთით. თუ არ გჯერათო, აი ნახეთო, მიწაში რომ თქვენ თესლს დებთო, იგი იხრწნებაო და შემდგომ აღდგებაო, მისივე მსგავსი ბუნების უფრო კეთილშობილ უკეთეს ნაყოფს და მეტ ნაყოფს გამოიღებსო და ეს იყოს თქვენთვის მოწმობად იმისა, რომ მკვდართა აღდგომა შესაძლებელი არსო. წმინდა პავლე მოციქული საუბრობს ადამიანთა მკვდართა აღდგომაზე, როდესაც ქრისტე მეორედ მოევლინება. მაგრამ მით უმეტეს ღმერთისთვის, როგორც შეიძლება, რომ შეუძლებელი ყოფილიყო მისი მკვდრეთით აღდგომა, რადგან ღმერთისგან ხდება თვითონ ამ თესლისგან ნაყოფის გამოღება და თავად ღმერთი ვერ მოახერხებდა თავისი სხეულის აღდგინებას. და კიდევ ჩვენ ყოველწლიურად მოწმეები ვხდებით ბუნების მოგდომისა და შემდგომ გაცოცხლებისა და განახლებისა. აი ახლა გაზაფხულია და ნელ-ნელად ცოცხლდება ბუნება. ასე რომ ბუნებაც კი მიგვანიშნებს, რომ ადამიანი უნდა მოკვდეს და შემდგომ აღდგეს. და ბუნებაც კი მიგვანიშნებს, რომ თუ კი ბუნება აღდგება, მით უმეტეს ღმერთისთვის ეს რატომ იქნება შეუძლებელი და რატომ იქნებოდა თავის დროს. მაგრამ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ერთი გარემოება, რომ
მიუხედავად იმისა, რომ აღდგა ქრისტე, თომა მოციქული, მისი ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც ქრისტეს მოციქულებთან პირველი გამოცხადების შემდგომ არ იმყოფებოდა რა იქ და ვერ შეესწრო ამ პირველ გამოცხადებას, ამბობს, რომ მე არ დავიჯერებო ქრისტეს აღდგომას. არ დავიჯერებ მანამ, სანამ უშუალოდ არ ვიხილავ მას და მის წყლულებს, რომელიც ჯვარზე გონდაო მას იყენებულიო ხედრებისაგან. და ახლა ჩვენ ხომ ვერ ვიხილავთ თომა მოციქულის მსგავსად ქრისტეს. ამის გამო ქრისტე გამოეცხადება მას და იხილავს თომა მოციქული და მერე კი ამბობს, ნამდვილივე აღდგა უფალია. და ჩვენ რომ ვერ ვიხილავთ აღდგარ ქრისტეს, რანაირად უნდა ვირწმუნოთ მისი აღდგომა და მისი არსებობა საერთოდ. მაგრამ ამაზე რა თქმა უნდა იზრუნა იესო ქრისტე. ჯერ თომა მოციქულს ამ ხელს დაეუბნება, კიო შენ მიხილეო და გწამსო, მაგრამო ნეტარ არიანო, რომელთაც არ უხილავ მეო და მაინც წამს ჩემი. ესე იგი ქრისტე გვიტოვებს ჩვენ შესაძლებლობას იმისა, რომ ვირწმუნოთ და თან ისე, რომ იგი არ ვიხილოთ. და სწორედ აი ამაზე გავამახვილოთ დღეს ყურადღება, რომ რას გვიტოვებს ქრისტე რწმენის საფუძვლად, რას უნდა დავეყრდნოთ ჩვენ, როგორ უნდა გაგვივიდეს ჩვენში რწმენა, როგორ უნდა აღმოცენდეს, როგორ უნდა გავძლიერდეთ და გავმტკიცდეთ რწმენაში, თუ კი ვერ ვიხილავთ იესო ქრისტეს, უშუალოდ ჯვარცმულს, წყრულებიანს, აღდგარს. ამის ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ, რით უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენ. რა თქმა უნდა ამაზეც იზრუნა იესო ქრისტემ და მიგვითიცა, რომ შესაძლებელია მისი ხილვა. პირველი და უმთავრესი ეს არის ის, რომ მან დააწესა საიდუმლოებები ქრისტეს ეკლესიაში და საიდუმლოებების შედეგად ჩვენ გვეძლევა სულიწმიდის მართლი. და რას ამბობს იესო ქრისტე? მე უნდა წარვიდეო. ანუ ქრისტეს რო გამოეცხადება მოციქულებს, მოციქულები შეშინებულები და შეწრწუნებულები და უიმედოები უცბად აღინთებიან დიდი სიხარულით, დიდი სიმტკიცით და უკვე სიმამაცეთ შეეძინებათ მათ, მაგრამ ქრისტე ეუბნება, რომ მე უნდა წარვიდეო. ანუ მუდმივად თქვენთან არ ვიქნებიო და მართლაც იცით თქვენ, რომ აღდგომის შემდგომ მე-40 დღეს ამაღლდება ზეცად. მაგრამ უნდა წარვიდეო, რადგან ასე უმჯობესია თქვენთვისო. უმჯობესიაო, რადგან მე მოვავლენო სული წმინდასო, ნუ გეშინის მცემელსო, რომელმაც გასწავოთ თქვენ ყოველიო. ესე იგი ქრისტე გვეუბნება ასეთ რამეს, რომ ჯობიაო, რომ მე აღდგარი აქ ყოფნასო, ჯობიაო, რომ მე წავიდეო და ჩემს მაგივრად მოვიდეს ნუგეშინის მცემელი სული წმინდო. ანუ უმჯობესად ჩათვალა ღმერთმა თავისი ამაღლება. რადგან მართლაც რომ წარმოვიდგინოთ, რომ ქრისტე არ აღმდგარიყო და დარჩენილიყო კაცთა შორის. იგი რა თქმა უნდა ცოცხალი არის, იგი არათუ ხრწნილებას არ ექვემდებარება, პირიქით იცით თქვენ, რომ მისი სხეულიც კი აკდამაში არ გაიხრწნა, არამედ ღმერთის მისი სხეული აღარასოდეს მიუტოვებია და შეეძლო, რომ ასე ევლო კაცთა შორის და ეკადაგა, როგორც მანამდე გადაგებდა. თან განსულიერებული სხეულით ყოფილიყო, ის წყლულებით ზედ გქონოდა, ნიშნად იმისა, რომ მე ვარ ჯვარცმული თქვენთვის, რომელმაც გამოგისყიდეთ. მაგრამ არა, იგი გვეუბნება, მე უნდა წავიდე, ეს არის უმჯობესი თქვენთვისო. და მართლაც ასე რომ ყოფილიყო, ასე რომ დარჩენილიყო კაცთა შორის, რა გამოვიდოდა? გამოვიდოდა ის, რომ ყველა ადამიანს, მსგავსად თომა მოციქულისა, უშუალოდ უნდა ეხილა იესო ქრისტე. ესე იგი ყველანი უნდა დავრაზმულიყავით, წავსულიყავით, უნდა გვენახა და აი მაშინ შეიძლებოდა, რომ გვეფიქრა ქრისტეს საქმეების, მისი გამოხსნელი მისიის შესახებ. მაგრამ ეს ხომ ძალიან სხვა სახეს მიიღებდა. ეს გამოვიდოდა ის, რომ ადამიანი უხილავი ღმერთს ვერანაირად ვერ წვდება და აუცილებლად თვალით უნდა იხილოს.
და ეს არ არის ღმერთის სურვილი და მონდომება, რომ ჩვენ ვიხილოთ თვალით იგი. რადგან უმთავრესი ხედვის ორგანო, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა, ეს არის გული ჩვენი. რადგან ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში წერია, რომ თქვენს გულში ჩავდებო მეო ჯულსო და თქვენი გული იქნება თქვენი გამკითხველიო და იმის იმანიშნებელი თუ რა არის სიკეთე და რა ბოროტებო. რადგან თვალით ხილული რაც არ უნდა იყოს, თუ დაუკვირდებით, მართლაც ასეა, რომ თვალით შეიძლება რაღაც ვიხილოთ, მაგრამ მერე ისიც ვიფიქროთ, რომ მოჩვენება ხო არ იყო. ან თვალით ხილული მალე დაგვავიწყდება, იმიტომ რომ შეგრძნება შეიძლება არ მოყვეს ამ თვალით ხილულს. მაგრამ უპირატესი არის ყოველთვის გულით განცდილი მდგომარეობა და სწორედ ასეთი მდგომარეობა განაპირობებს ურყევ წმენასა და სასვებას ღმერთისათვის. ასე რომ ის უნდა წასულიყო, რათა მოევლინა სული წმინდა ნუგეშინის მცემელი, რომელიც მოეფინებოდა მთელ ქვეყანაზე და რომელიც განამტკიცებდა ყველა მორწმუნეს. უпроსწორედ ყველას გაუღვიებდა რწმენას, მას ვინც დაიწყებდა ძებნას ღმერთის. ამრიგად მოავლინა თავისი ამაღლებიდან მიათე დღეს სული წმინდა. და ეს ტაძარიც თქვენიცით არის სულთმოფენობის, სულიწმინდის მოფენის სახელობაზე ნაკურთხი, რაც იმას ნიშნავს, რომ 50 დღეს სულიწმინდის მოფენის შედეგად მადლი ღვთისა გარდამოვიდა მოციქულებზე და შემდგომ მათი საშუალებით უკვე დაარსდა ეკლესია და ყველას ეძლევა ამ მადლის განცდის შესაძლებლობა. და არა მარტო მაშინ, დღესაც, როდესაც ჩვენ ვეზიარეთ ქრისტეს სიცხსა და ხორცს, ჩვენც მივიღეთ მადლი ღვთისა. ვიღაცამ იგრძნო ეს მადლი, ვიღაცამ ვერ იგრძნო. იგრძნო იმ ადამიანმა, ვინც გულშიც აღმოჩნდა ადგილი მადლისთვის, ვისშიც არ არის ადგილი მადლისთვის, მან ვერ იგრძნო. და სწორედ ახლა აი ამ პირობაზე ვისაუბროთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვიგრძნოთ მადლი ღვთისა, რომ ჩვენში იყოს ურყევი რწმენა. კი არ ვეძებდეთ თომა მოციქულივით აღდგარ იესო ქრისტეს, არამედ გულში გყავდეს იგი და ამით ვამოწმებდეთ მისადმი რწმენას. თვითონ გვეუბნება რა არის ამისთვის საჭირო. ორ რაღაცაზე მიგვითითებს. ერთი არის ცნებების დაცვა, მეორე არის საიდუმლოებებში მონაწილეობა. აი, რას ამბობს ცნებებთან დაკავშირებით. ვინც დაიცავს ჩემ ცნებებსო, მე შევიყვარებ მასო და ჩემს სიყვარულს ამოწმებსო, მამასაც უყვარს იგიო და მე გამოუცხადო მას თავი ჩემიო. ესე იგი, ვინც დაიცავს ქრისტეს მცნებებს, მას გამოეცხადება ქრისტე. მაგრამ არა ისე, როგორც თომა მოციქულს და სხვა მოწაფეებს, არამედ უხილავი სახით, თავისი მადლმოსილებით და ამ ყველაფერს იგრძნობს გული. ესე იგი, მცნებათა დაცვა ეს ყოფილა აუცილებელი პირობა ღმერთის ხილის. და ჩვენ ხშირად დავდივართ ტაძარში და ვერ განვიცდით ღმერთს. ზოგჯერ ის მოთხოვნაც კი გვაქვს, რომ რაღაც სასწაული მაინც მანახე ღმერთო, რომ ვირწმუნო შენიო. მაგრამ სასწაული არის სწორედ მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება, ხო? მან სწორედ თავისი მონდომებით და მცნებათა აღსრულებით იხილა ღმერთი, შეიმოსა ღმერთი. შესაბამისად, სწორედ მიზეზი იმისა, თუ რატო ვერ ხედავთ ჩვენ ღმერთს, არის ის, რომ არ ვიცავთ ღვთის მცნებებს. არ ვცდილობთ დავიცვათ ღვთის ცნებები. არა ვართ მოწადინებული და მონდომებული. მტკიცენი და არ არის ჩვენ ცხოვრებაში მთავარი ცნებათა დაცვა, არამედ ცნებების დაცვასაც ვცდილობ და ამ ცხოვრებაშიც ბევრი მიზანი გამაჩნია და თუ რაღაცაში ხელი არ შემეწყობა ხოლმე, მაშინ უკვე შეიძლება ღვთისადმი რწმენაც დავკარგო და უმადურობაში ჩავარდე. ამდენად ღვთის ცნებების დაცვა გულისხმობს რას, რომ
როგორც გეუბნება მაცხოვარი, თავის მოწაფეებს როგორც ეუბნება, მომდევდით მეო, მათაც დატოვეს ყველაფერი და წავიდნენ და გაყვნენ მას. ჩვენ არ გვეუბნება, რომ ყველაფერი დავტოვოთ, მაგრამ რამდენ ადგილზე მიგვანიშნებს, დიდარზე მიგვანიშნებს, რომ დიდარნიო ძნიად შევიდნენ წათასასუფეველშიო, რადგან მათ ბევრი საზრუნავი აქვთ. ერთხელ ერთ მოწაფეს ეუბნება, აცადეო, მკვდართაო, დამარხვათ თვისგან მკვდართაო, შენი საქმე არ არისო, რომ თუნდაც მამა შენი დაასაფლაო. პირდაპირ ჩვენზე ასე ნუ გადმოვიტანთ, მაგრამ აქაც მიანიშნებს, რომ ამაობაზე ზრუნვა ეს არის ხელის შემშლელი ღვთის ცნებათა დაცვაში. და დღევანდელ სახარებაშიც იყო, მართა, მართა, ზრუნავ და შფოთხარ მრავლისათვისო, მიმართავს მართას, რომელიც გაუმასპინძლდება იესო ქრისტეს. ასე რომ ჩვენ თუ გონია, რომ ღვთის ცნებებსაც ვიცავთ და თან ამ სოფლის საზრუნავებში ვართ ისე ჩართული, რომ ზოგჯერ შეგვიძლია წირვალოცვაც კი გავაცდინოთ ამა ქვეყნის საზრუნავის გამო, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიპოვით იესო ქრისტეს. ხო არ გვეუბნება, რომ სულ ტაძარში იყავითო, მაგრამ როცა არის კვირა დღე, წირვის დღე, როცა არის დღესასწაული, ამ დროს ჩვენ არანაირი საზრუნავი არ უნდა მივიჩნიოთ მნიშვნელოვნად წირვასთან შედარებით, რადგან ასეთ შემთხვევაში ვერ ვიხილავთ ჩვენ უფალ იესო ქრისტეს. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ აღმოჩნდებით ცნებათა აღსრულებელი, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დავიცვათ მეშვიდე დღის ცნება, 6 დღე მოიხმარე შენთვისო და მეშვიდე დღე ისევ შენთვის მოიხმარეო, მაგრამ ჩემთან მოდიო, რომ აღვისო ღვთის მადლითო და არ დაგავიცდეს მადლობის თხოვნა ღმერთისადმი და შეწევნისა და სათხოვარის აღვლენო. ასე რომ ვინც არ დაიცავს ღვთის ცნებებს, იგი ღმერთს ვერ იხილავს. და თუ კი ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიხილეთ ღმერთი, დღესაც ზიარების შედეგად ვერ განვიცადეთ მადლი, ესე იგი არა ვართ ღვთის ცნებათა დამცველები. ორი ბატონის მსახურებაში ვართ. და ასეთ შემთხვევაში იცით თქვენ, რომ ვერცეთის მსახური ვერ გავხდით. და მეორე პირობა ღმერთის ხილვისა არის, როგორც აღნიშნეთ, საიდუმლოებებში ზიარება. ნახეთ, რას გვეუბნება, რაოდენ და ქრისტეს მიერ ნათელ გიღებიესო, ქრისტე შეგვიმოსიესო. აი, როდესაც ნათლობას აღვასრულებთ, აი ამ სიტყვებს, წმინდა პავლე მოციქულის ამ სიტყვებს იმეორებს ღვთისმსახურის სამგზის და ემბაზის გარშემო სამგზის შემოატარებს მოსანათლ ადამიანს. რადგან ვინც ნათელს იღებს წყლითა და სულიწმინდით, ის უკვე არის ჭურჭელი სულიწმინდისა და მან ქრისტეს შეიმოსა თავის თავში. ესე იგი ერთი საიდუმლო ნათლობისა თქვენ ხვდებით თუ რატომ არის დაწესებული? ქრისტესთან უშუალო შეხებისთვის და მისი განცდისთვის და მეორე ზიარების საიდუმლო გახსოვთ თქვენ. ესე არის ხორცი ჩემიო, ესე არის სისხლი ჩემიო და ამას იქმოდეთ მოსახსენებელად ჩემდაო. მოსახსენებელად ის კი არა, რომ გავიხსენოთ, რომ იესო ქრისტემ ესე დაგვიტოვა ცნება. არა, შინაგანად განახლება ხდება მისი განცდისა. რამდენჯერაც ვეზიარებით, იმდენჯერ შევითვისებთ ჩვენ ქრისტეს, შემოდის იგი ჩვენში და ჩვენ ჩვენი სულიერი თვალით ხედავთ მას. ასე რომ ზიარება, ნათლობა უმთავრესი, რათა შემდგომ სხვა საიდუმლოებებში მივიღოთ მონაწილეობა, ზიარება გამორჩეული და დღეს გვაქვს შვიდგზის ეთისწყება, ესეც ერთ-ერთი 7 საიდუმლოდან ერთ-ერთი გამორჩეული საიდუმლო. აი ეს ორი პირობა არის ჩვენი რწმენის გაღვივებისა, ცნებათა აღსრულება და საიდუმლოებებში მონაწილეობა. ამიტომაც გეუბნებით, რომ უნდა ვეზიაროთ ხოლმე ყოველ კვირას, თუ არ იქნება ხელის შემშლელი მიზეზები. თუ ყოველ კვირა არ მოვიხსენიეთ უფალი, არა მარტო სიტყვიერად, არამედ ის არ შემოუშვით ჩვენ სულში და გულში, მაშინ რწმენა ვერ გაღვივდება. ამიტომაც გეუბნებით, რომ იკითხოთ მუდმივად ლოცვა, რომ თუ ყოველ დღიურად ჩვენ ლოცვით განწყობას არ განვახლებთ ჩვენში, მაშინ რწმენა დაგვეკარგება.
მერე მოდიხართ და ამბობთ ხოლმე რომ გული გამიცივდაო. გაცივდება გული, აბა რა იქნება თუ აღარ ლოცულობ და თუ აღარც ეზიარები ქრისტეს სიცხს და ხორცს, შესაბამისად გაგვიცივდება გული და მერე როცა გაცივდება გული, მცნებათა აღსრულების სურვილიც აღარ ამაქვს და აღარც ძალა. ასე რომ თუ გვინდა რომ ნამდვილ მორწმუნებად ჩამოვყალიბდეთ, ნამდვილ ქრისტიანებად, ანუ ქრისტეს შემოსილობა შევიგრძნოთ და მადლმოსილება, მაშინ ეს ორი პირობა უნდა დავიცვათ აუცილებლად: ცნებათა აღსრულება და საიდუმლოებებში მონაწილეობა. ცნებათა აღსრულების შედეგად იწმინდება გული, რადგან რას ნიშნავს ცნებათა აღსრულება? ის რომ ჩემს გულში არაფერმა მზაგვარმა და ცოდვილმა არ შემოაღწიოს, ის რომ განვიწმინდო ყოველგვარი ბოროტის სურვილებისაგან, არათუ ქმედებისაგან, საქციელისაგან და გარეგნული გამოვლინებებისაგან, არამედ შინაგანად სურვილებისაგანაც კი ბოროტის სურვილებისაგან. ეს არის ცნებათა აღსრულება, რადგან იცით თქვენ კიდევ ერთ გზას სწორედ ქრისტე მიგვანიშნებს, რომ ნეტარიყვნენ წმინდანი გულით, არამედ თუ მათ ღმერთი იხილონ. ესე იგი ღმერთის ხილვა შესაძლებელია გულის სიწმინდის გზით, ანუ გულის სიწმინდის მოპოვება უკვე შესაძლებელი ხდება ცნებათა აღსრულების გზით და ამავე დროს, რა თქმა უნდა, საიდუმლოთა ზიარების გზით. აი ეს გზა გვაქვს ჩვენ ღმერთამდე. ეს გზა უნდა გავიაროთ თითოეულმა ჩვენთაგანმა. აი ასე ამგვარად უნდა ვეძებოთ ღმერთი, აღდგომილი ქრისტესადმი რწმენა, ამგვარად უნდა გავაღვიოთ ჩვენში. და არა იმით, რომ ვეძებოთ თვალით ღმერთი, ან თუნდაც გონებით, აბა თუ აღსებობს ღმერთი, ესე რატომ ხდება, რო იციან ხოლმე? ამდენი უბედურება რატო ხდება? ჩვენ მერე ვცდილობთ, რომ დავამოწმოთ, რომ სამაგიეროდ აგერ როგორ გამოჩნდა ღვთისწყალობა და ასე შემდგომ. ასე ვერანაირად ვერ დავაჭერებთ ვერც ერთ ურწმუნო ადამიანს და ჩვენი რწმენაც ვერ გაღვივდება აი ამ გონებრივ სჯელობას და ლოგიკას ვერ გაცდება ჩვენი რწმენა თუ კი არ დავიცვათ მცნებებს და არ ვიქნებით საიდუმლოებებში ხშირად მონაწილეები და არ ვიღებთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. და აი ამის შედეგად ნელ-ნელა უკვე გულის განწმენდის შედეგად ჩვენ ვიხილავთ ღმერთს და ვიხილავთ როგორც აღვნიშნეთ არა თვალით, არამედ გულით და როგორც ვთქვით, გულით განცდილი ეს არის დაუვიწყარი შეგრძნება. რადგან ჩვენ რომ გვაქვს სიყვარული ადამიანისადმი, იმ ადამიანს ყოველთვის ხომ ვერ ვუმზეთ და ვერ ვხედავთ, მაგრამ გულით დავატარებთ მას. და ასეც არის ქრისტე. ქრისტეს ვერასოდეს ჩვენ ცხოვრებაში ვერ ვიხილავთ, როგორც თომა მოციქულმა იხილა ისეთი სახით, მაგრამ გულში თუ მეყოლება რაღაც მინდა მისი ხილვა, რადგან მან ის მომცა, რაც უნდა მოეცა და მისგან რასაც ველოდებოდ ის თუ მაქვს, რაღაცომ უნდა ვეძებდე თვალით, თუ მაქვს მისადმი ცოცხალი რწმენა, რაღაც მინდა ქრისტეს ასე უშუალოდ ნახვა, რადგან ამის დროც მოვა, როდესაც იქნება მისი მეორედ მოსვლა, ამ ცხოვრებაში ღმერთმა, ანუ ქრისტემ არ მიიჩნია საჭიროდ, რომ მასთან ასეთი ხილული ურთიერთობა გქონოდა. ასე რომ ღმერთმა გაგვაძლიეროს წენაში, მტკიცენი ყოფილიყავით, ჩვენი რწმენა ყოფილიყოს როგორც კლდე შეურყეველი. გახსოვთ თქვენ წმინდა პეტრე მოციქულს ეუბნება, შენ ხარ კლდე და ამას კლდეს ასე და აღვაშენო ეკლესია ჩემი. პეტრე იყო ის კლდე, ანუ ის რწმენა, რომელზეც უნდა დაფუძნებულიყო ქრისტეს ეკლესია. მას ჰქონდა ეს ურყეობა და სწორედ ჩვენც უნდა გავხდეთ კლდეები. აღარ არის პეტრე მოციქული ჩვენ შორის. ვისე უნდა დაფუძნდეს ეკლესია, თუ არა ჩვენ მორწმუნე ადამიანებს. ვის უნდა შეხედოს არა მორწმუნე, არა ეკლესიურმა ადამიანმა, თუ არა ჩვენ მრევლს, რომლებიც ვიქნებით მტკიცეები და რომლებსაც გვეყოლება ქრისტე გულში და რომლებიც არ დავიწყებთ ძებნას ღმერთისა სასწაულებში.
და ისეთი რწმენა გქონოდეს, როგორც თომა მოციქულს გაუჩნდა, როდესაც წარმოთქვა, რომ ნამდვილვე აღდგა უფალია. ერთმა გაკუთხროთ, გაგაძლიეროთ ჩვენთან ერთად.